მე მინდა ერთი პატრიარქის ბრძანება წაგიკითხოთ, აი იცით თქვენ შეცვლობას გამოცხადა, რომ პატრიარქმა დააწესა ესეთი დღეს ვიყავი, უწმინდესმა დაარეკინა ჩემთან და მე დაცვის წევრს და მივედი უწმინდესთან საათ ნახევარზე მეტი მოგვიწია უწმინდეს საუბარი და პატრიარქის საუბრობდა ეხლა დაკავშირებით, რომ აი როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას, როგორ უნდა შევეცვლოთ, რა შეიძლება კიდევ გააკეთეს იმისთვის და ესეთი რაღაცა მოიფიქრა უწმინდესმა, რომ შეექმნა ფონდი მოწყალე სამარიტელი. ეს ფონდი ესეთი რამე გადაწყდა, რომ აი არის უამრავი ფონდია გახსნილი, უამრავ ადამიანს ეხმარება, ძალიან ბევრი ფონდია გახსნილი და ესეთი რამე გადაწყდა, ამ ფონდის თანამშრომლები იქნებიან, არავინ ხელმას არ აიღებს, იმიტომ რომ შემთხვევაში ხდება ხო ფონდები იხსნება და ძირითადად ეს თანხები უმეტესობა ხელმასებში მიდის. ამიტომ ესე არ იქნება და ეს ფონდი იქნება ბოლომდე მიმართული ხალხისთვის. და ანგარიშიც გაიხსნა სპეციალურად ამისთვის საქართველოს ბანკში და ყველა ადამიანი შეიძლება რომ აი თვეში 1 ლარი გაიღოს ამ ფონდისთვის. ვისაც მეტი საშუალება აქვს, მეც გაიღებს, ვისაც ნაკლები 1 ლარი წელიწადში გამოდის 12 ლარი, წარმოიდგინეთ. რო გავწერიათ, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან დიდი თანხა იქნება, თუ ყველა გავწერიანდებით, ხო? წელიწადში 12 ლარია და თვეში არის 1 ლარი. და ყველა რომ გავწერიანდით ამ ფონდში, რომ ჩვენ შევწოდოთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს არის გაჭირებულების დასახმარებლად, სტუდენტების დასახმარებლად და უამრავი სხვადასხვა პროგრამები გვაქვს, მე თვითონ პატრიარქმა თქვა ფონდის ხელმძღვანელობა და ამ ფონდში მე მოგვიწევს ამ ვერი დახმარება ამ ადამიანებისა, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. უამრავი პროექტი მაქვს, მე თვითონ მოფიქრებული 1000 პროექტი არსებობს, ვითაც შეგვიძლია ბევრი ადამიანი შევეძლიოთ, მაგალითად აი საფრანგეთში მიკითხეს ესეთი რაღაცა არსებობს, რომ აი მაგალითად სუპერმარკეტებში როდესაც აი რაღაცა საჭმელს უკვე დავუდის ვადა და 2 დღეა დარჩენილი. და ისინი მე ამას ყრიან, მე ამ საჭმელს დაებს. არის საფრანგეთის ისე რომ ადამიანები მიდიან აპლიკაცია შექმნილი, მიდიან ადამიანები და საჭმელს ეს მაგ დაკიდუსწრება არ აქვს ამ საჭმელის და ურიგებენ ამას და მე ბევრჯერ მინახავს მაგალითად იკორასთან რაღაცა რომ საჭმელი გადახრილი ყოფილა, იმიტომ რომ უფლება არ აქვს სხვაგან წაიღო რა გაყიდო. ამიტომ იქნება ესეთი საჭმელი და ამ ფონდის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რომ ადამიანი მივიდეს ამ სუპერმარკეტად რეგიონების მიხედვით, რაიონების მიხედვით შენი გამგეობა იციან სოციალურად დაუცველი ადამიანები სად არის და შეიძლება მიხვიდე აიგო ეს საკუთი და მიხვდა ის ბოლო შეიძლება აი ჯგუფები შეიქმნა როგორც რესტორანთან მივა და გადახდის მაგალითად ადგილ ოჯახში მიუტანეს საჭმელს და რაღაც უამრავი საშუალება არსებობს ამისა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს შევეცვლოთ და ჩვენი მეგობრები გააცერიანებულები არიან. ეს სამ კვირაში ერთხელ უწევთ ხოლმე ეს მანქანით მისვლა, რომელიმე რესტორანთან არის მიმაგრებული, სამ კვირაში ერთხელ მიდის, იღებს ამ საქმეს და მიაქვს გაჭირებულ ოჯახში. და ზოგიერთი თვითონაც უმატებს რაღაცას ეხმარება თან რომ თქვენ თვალთაც უნდა ნახოთ რამდენ ადამიანს უჭირს მე ძალიან ბევრ ოჯახში ყოფილა ვერ წარმოვიდგინე ზოგი როგორ გაჭირებაში აი ვერც კი დაიჯერეთ რომ საცხოვრობენ ადამიანები როგორ გაჭირებაში ცხოვრობენ როგორ აი სად და სად არიან აი ზოგიერთი დაუჯერებელიც კი არის როგორ შეიძლება ამ პირობებში ადამიანმა იცხოვროს და ძალიან ენეტრება ზოგს საერთოდ ცხელი საჭმელიც კი არ უჭამია წარმოიდგინეთ საერთოდ უჭამეთ აი თქვენ ალბათ არ გაგიგიათ არასოდეს არის ამ სამეცნიერო ამას რომ მაგრამ პატრიარქი თითქმის წელიწადში ერთხელ ყოველთვის მთელი თბილისის მათხოვრო შეკრებავდა ხოლმე და დიდ სუფრას უწყობდა როგორც აი სამთავრობო სუფრასაც უველისე ყვა პატრიარქი ამაზე ასაუბრებს არასოდეს და ეკლესიის ამაზე არ უსაუბრია არასოდეს და პატრიარქი იჯდა სუფრას შვავების იჯდა და ეს მთელი თბილისის მათხოვრები შემოკრებილი და სუფრას უწყობდა თქვენ თარგმნობდა ხოლმე პატრიარქი ამ სუფრაზე მოხავდა მე მომღერები მოხავდა უმღეროდნენ ამათ აცეკვებდა ამათ და რაღაც საოცარი სიხარულის განსწაებოდა უცხოეთში ესეთი რაღაცები ხდება სულ აღიარებენ ამას ყველგან ტელევიზიაში ანახებენ და პატრიარქი ამას არ აკეთებდა არასოდეს და ესეთი იმით აკეთებდა მხოლოდ ყოველთვის ესე იყო და პატრიარქის ტრაპეზი როცა იყო ხოლმე წირვის შემდეგ ყოველთვის ვიღაცა ერთი ადამიანი ესეთი გავსი მიყავდა და ტრაპეზის სვამდა და მასთან ერთად სადელობდა ხოლმე ყოველთვის მისი უწმინდესობა და მაგალითია ჩვენი პატრიარქის წმინდისა ადამიანების დახმარებისა და კიდევ ვფიქრობს იმაზე ამასთან რომ კიდევ რა გააკეთოს ახალი ისეთი რითაც თავისით და თავის ქვეყანას შეეწევ და დაეხმარება. ღმერთმა დააგვიწოთ ყველა ღმერთმა გაგახავა და ის კურთხევა წყალობა და მადლი არ ამტკებოდა საცხოვრებელს და ღმერთი შეეწევს თქვენ თქვენაგარის ცხოვრებას. ამინ.